მოგესალმებით, ძვირფასო მშობლებო და მსმენელებო. კარგახანი არ შეხვედრივად ერთმანეთს. ძალიან სასიამოვნოა, რომ ეს პლატფორმა კვლავ ემსახურება ამ კეთილ საქმეს. გვაქვს საშუალება სპეციალისტებს შევხვდეთ მშობლებს და დაინტერესებულ პირებს და მოუთხროთ ბავშვის განვითარების ამა თუ იმ საკითხებზე, მათ შორის, რა თქმა უნდა, სამედიცინო საკითხებზეც. და დღეს არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ ფრიად საინტერესო საკითხს ვაშუქებთ. ეს არის აუტიზმის დროს არსებული გარკვეული ქცევები, რომელსაც მე ჯერჯერობით სახელს არ დავარქმევ და ჩვენი მოწვეული სპეციალისტი, ბავშვთა და მოზრდილთა ფსიქიატრი, ქავიტონი ანა ჭომბურიძე გვყავს დღეს სტუმრად. მოგესალმებით, ქავიტონი ანა, დიდი მადლობა, რომ გამონახეთ დრო და გვესტუმრეთ. ეხლა იცით ალბათ გეცოდინებათ, რომ ამ ჩვენ პლატფორმას, მაგ ჯორჯიას მიერ არსებულ პლატფორმას ხშირად ესწრებიან, ხშირად კი არა, თითქმის ესწრებიან ის მშობლები, რომელთა შვილები დაახლოებით 18 წლამდე არიან ასაკის და ძალიან ხშირად არის მომართვიან ხმარ ისმის. ხმარ ისმის, ხმა არ არის. ბოდიშ გიხდით შეფერხებისთვის რაღაცა კომპიუტერის ხმა არის მოდა და ესა ტელეფონი შემოვედით მაპატიეთ. ეხლა იცით, მე მგონი გავიმეორებ რაც ვთქვი. ქავიტონი ანა წარვადგინე თუ ვერ მოვასწარი. კი ხო, მასწარეთ კი, მასწარეთ. ალბათ იმას ვამბობდი, რომ ამ ჩვენ პლატფორმაზე უმეტესად მშობლები არიან, ქავიტონი ანა, რომლებიც 18 წლის ასაკამდე ითვლება ხო ბავშვთა ასაკი და ისინი გვსტუმრობენ ხშირად, რომლებიც ამ ჩვენ პრობლემებს იზიარებენ, თავიანთი შვილის პრობლემებს უზიარებენ მას სპეციალისტებს და ჩვენი ესე იგი ეს პლატფორმა წარმოადგენს ესე იგი იმ კეთილ საქმეს აკეთებს, რომ ეხმარება მშობლებს თავიანთი ბავშვის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, მათ შორის სამედიცინო საკითხებს ვაშუქებთ და ხშირად გვაქვს ხოლმე მომართვიანობა. ესე იგი, უფრო თქვენთან არის ფსიქიატრებთან, ნევროლოგებთან, როდესაც ბავშვებს, მათ შვილებს გადაჭარბებული აგზნება თუ აკვიატებული აზრები აქვთ, თუ რაღაც ქმედებები ეწყებათ. არის თუ არა ეს ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა, რომელიც წესით გვიანი იწყება, თუ რას წარმოადგენს, აი სწორედ ეს გვაინტერესებს, რომ ხშირად გვეკითხებიან, რომ არის ეს დაკავშირებული აუტიზმთან, თუ შეიძლება რაღაცა სხვა პათოლოგიასთან გვაქვს საქმე და
მოკლედ ეს არის დიდი წუხელის საგანი და თუ არ შეწუხდებით ამ ეს თემა რო გააშუქოთ, კითხვები გვექნება ალბათ და დაგისვამთ ამ ლექციის განმავლობაში და დიდი მადლობა თუ აგვიხსნით რა ხდება საერთოდ აი ამ სფეროში, გაგვაკვირთ როგორც მშობლებს, ასევე ჩვენ რიგით პედიატრებს, რომელთანაც პირველად იწყება მომართვიანობა და მერე ჩვენ რეფერირებას ვაკეთებთ თქვენთან. გისმენთ ქალბატონო ანა. მოგესალმებით. მე შევეცდები რომ ყველა კითხვას ვუპასუხო და დავიწყებ ზოგადად მიმოხილვით. ანუ ჩვენ ვსაუბრობთ აუტიზმზე და ობსესიურ კომპულსიურ აშლილობაზე, მათ თანაარსებობაზე. ანუ აუტიზმს, როდესაც თან ერთვის ობსესიურ კომპულსიური აშლილობა, რა სიმპტომები გვხდება, როგორ უნდა ამოვიცნოთ, როგორ განვასხვავოთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ინტერვენციის, ან ჩარევის დაგეგმისთვის, დიაგნოსტირებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ზოგადად რომ მიმოვიხილოთ, აუტიზმი მეტად ნაცნობი არის ალბათ მსმენელთათვის, მაგრამ მაინც ძალიან მოკლედ შევეხები ორივე მდგომარეობას. აუტიზმი, როგორც ვიცით, ეს არის მდგომარეობა, რომელსაც დამახასიათებელია სოციალიზაციის, კომუნიკაციის თავისებური ცვლილება და განმეორება, შეზღუდული ინტერესები, განმეორებადი ქცევები, რეზისტენტობა ცვლილებებისადმი და კიდევ სხვა მრავალი სიმპტომი. თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რომელსაც ჩვენ უფრო მეტად შევეხებით, ეს არის სწორედ განმეორებადი ქცევები. ობსესიურ კომპულსიური აშლილობა კი ეს არის აშლილობა, რომელსაც დამახასიათებელია ობსესიები, ანუ აკვიატებული აზრები და ობსესიური აკვიატებული ქმედებები, ანუ კომპულსიები. თავად ობსესია ეს არის ჩვენს პირის ცნობიერში, მისი ნების გარეშე სტერეოტიპულად განმეორებადი ფიქრები და აზრები, რომელიც მისთვის შემაწუხებელია, უცხოა და ავადმყოფურადაც კი აღიქმება. ანუ მას ეს მისი ნების წინააღმდეგ ხვდება მის გონებაში. რაც შეეხება კომპულსიებს, ეს არის აი დაუოკებელი ლტოლვა შეასრულოს რაღაც გარკვეული ქმედება. შინაარსობრივად თვითონ ეს ობსესიაც და კომპულსიაც, ანუ ყოველდღიური აზრიც და აკვიატებული ქმედებაც შეიძლება საერთოდ მიუღებელიც იყოს პირისთვის, როგორც მორალურად, ეთიკურად, ეს მისთვის აბსოლუტურად არასასიამოვნოა, მაგრამ მისი ნების გარეშე ხდება მის გონებაში და შემდეგ ქმედებაში გამოიხატება. არის ასევე რიტუალი. რიტუალი ეს არის აკვეთებული ჩვევა. ზოგადად რიტუალები ჩვეულებრივად ადამიანებისთვის დამახასიათებელია. ჩვენ ძალიან ბევრ ადამიანს გაგვაჩნია რიტუალები, რომელიც აი მაგალითად დაკაკუნება, როცა რაღაც ცუდს გავიგებთ, ან რაღაც ამდაგვარი რიტუალები, რომლებიც ჩვენ ცხოვრების ხარისხს არ აფუჭებს და ჩვენ არ გვიშლის ხელს ჩვენს ნორმალურ ცხოვრებაში. მაგრამ არის ისეთი რიტუალები, ან ისეთი ხარისხი და ისეთი სიხშირით ვითარდება, რომელიც რეალურად ხელის შემშლელია. თვითონ აი მაგალითის საფუძველზე რომ განვიხილოთ ობსესია, კომპულსია, სანამ გადავალ უშუალოდ შედარებაზე, მაგალითად, როდესაც არსებობს შესაძლებელია ცალკეც არსებობდეს ცალკე ობსესიები, მხოლოდ აკვიატებული ფიქრები და აზრები, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ესენი თან არსებობენ, იმიტომ რომ აკვიატებული აზრი, მაგალითად დაბინძურების შიში, იწვევს ძალიან ძლიერ შფოთვას და იმდენად ეშინია ადამიანს, რომ შეცება დაბინძურდეს, მას მოყვება კომპულსიური ქმედება და ეს ქმედება, რომ დაიბანოს ხელი ხშირად, ან იბანავოს, იმიტომ რომ ჩამოიშოროს ერთგვარად ეს ჭუჭყირის შიშიც მას აქვს, ხო? ეს შფოთვის შემცირებას ემსახურება. რეალურად კომპულსია ჩდება იმისათვის, რომ ობსესიის აღმოცენებული შფოთვა ჩამოაშოროს და არსებობს და შემდეგ უკვე ვითარდება ხოლმე რიტუალი. რიტუალი გარკვეული დამცავი მექანიზმია, რომ მან მომავლის საფრთხე თავიდან აგვაციოს. ანუ ერთგვარად ჩვენ თუ რაღაც გარკვეულ რიტუალს ჩავიდენთ ან გავაკეთებთ, ჩვენ ეს აგვაცილებს საფრთხეს. ობსესიურ კომპულსიური აშლილობა დიაგნოსტირდება, მას აქვს თავისი სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები და ეს
რომელ ასაკში და როგორ იწყება ეს ყველაფერი ძალიან კარგად არის გაწერილი, არსებობს ბუნებრივია ეს ლიტერატურა. ძირითადად პუბერტულ ასაკში იწყება ობსესიურ-კომპულსიური აშლობები, თუმცა ჩვენ გვხვდება ბავშვების შემთხვევაში და 6-დან 12 წლამდეც, რომელიც ცოტა უფრო განსხვავებული ფორმით იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვი განვითარების სხვა ეტაპზე იმყოფება, ბუნებრივია შინაარსიც ობსესიურ-კომპულსიური აშლობის ამ ასაკში ცოტათი განსხვავებულია. ახლა რომ ის რაც ჩვენი თემა არის ძირითადი, ეს არის სიმპტომი, რომელიც თითქოს და მსგავსი არის ამ ორი მდგომარეობისთვის დამახასიათებელი, აუტიზმისთვის და ობსესიურ-კომპულსიური აშლობისთვის. ეს არის ძირითადად განმეორებადი ქცევა, ჩვენ რომ სტერეოტიპულ ქცევას ვეძახით და რიტუალი. რეალურად დიფერენცირება დიაგნოსტიკური, თეორიულად გარკვეული ზღვრები არსებობს, პრაქტიკულ ნაწილში ბუნებრივია ეს ასეთი მარტივი არ არის და სირთულეს ქმნის ძალიან ბევრი ფაქტორი, რასაც თანდათანობით განვიხილავთ. განმეორებადი ქცევები. განმეორებადი ქცევები კომპულსიებად, ანუ ობსესიურ-კომპულსიური აშლობის ნაწილად ჩაითვლება მაშინ, როდესაც ეს კომპულსიები, როგორც თქვით, არის გარკვეულად შემაწუხებელი პირისთვის, ადამიანისთვის, ვისაც ეს გააჩნია და მას ახლავს ის შფოთვის შემცირებისთვის არის, ანუ წინა მორბედი მისი არის შფოთვის მომგვრელი ფიქრები და მისი განვითარება ზუსტად ემსახურება შფოთვის შემცირებას. მაშინ, როდესაც აუტიზმის დროს განმეორებადი ქცევები არის ნებაყოფლობითი და პირიქით შესაძლებელია და უმეტესწილად ასეც არის, რომ სიამოვნების მომტანი არის პირისთვის. ეს მნიშვნელოვანი მას საერთოდ არ ახლავს აუტიზმის შემთხვევაში, მხოლოდ როდესაც აუტიზმისთვის დამახასიათებელ სიმპტომზე ვლაპარაკობთ განმეორებადი ქცევაზე, მას არ ახლავს შფოთვის მომგვრელი ფიქრები წინ და ის პირიქით სიამოვნების მომგვრელია პირისთვის. აქ დიაგნოსტიკას არ თვლებს გარკვეულწილად ის თუ როგორ რა ფორმასთან გვაქვს საქმე აუტიზმის, რამდენად ვერბალურად შეუძლია პირს გადმოსცეს თავის ემოციები და ან ისაუბროს თავის ფიქრების შესახებ, ის ქმნის ბუნებრივია გარკვეულ სირთულეებს. სირთულე იქმნება ბავშვთა ასაკშიც და სხვათა შორის ბავშვთა სგულისხმობ მცირე ასაკში 6-დან 12-მდე, როგორც თქვით, ამ ასე ყოფილ ჯგუფშიც ვითარდება მსგავსი პრობლემები და ძალიან დამახასიათებელი არის ტიპურ განვითარებაშიც ობსესიურ-კომპულსიური აშლობა ცალკე მდგომი ნოზოლოგია, აშლილობა, როდესაც გვაქვს, მაშინაც კი ობსესიები, ანუ აკვეტებული აზრები ბავშვების ნაკლებად ხატოვანია და ნაკლებად აქვთ ის. უფრო მშრალი არის, ნაკლებად ხატოვანი და უფრო მეტად დამახასიათებელი არის სწორედ კომპულსიური კომპონენტი და მნიშვნელოვანი რაც არის, ეს არის რომ ის მშობელს და ოჯახის წევრს ჩაირთავს თავის რიტუალში. ანუ ეს არის დარწმუნების ძიება და სიტყვიერი შემოწმების სახით. ანუ როდესაც ის ცდილობს რომ მშობლისგან მიიღოს დარწმუნება იმ აზრში, რასაც ის ამბობს და ითხოვს მისგან პასუხს და შემოწმება, რომ ერთ-იგივე შეკითხვას უსვამს და ასევე ითხოვს პასუხს. ეს დამახასიათებელია როგორც მაპატიეთ ჩაგეჭრებით შეიძლება ეს კითხვა შემოვიდეს, მაგრამ ეს ხომ არ შეგიძლიათ აი ეს თქვა ტიპიური განვითარების ბავშვთან ეს კომპულსიის რამე უბრალოდ ბანალური მაგალითი გითხრათ, რომ მშობლები უფრო გაერკვნენ, აი თქვათ რასთან, რაზე საუბრობთ და რა არის ეს აი ტიპიური განვითარების დროს, აი მაგალითად რა შეიძლება იყოს და რა უფრო რა ასაკში გარდატეხამდე თუ ასაკში თუ მანამდე შეიძლება აღმოცენდეს ეს კომპულსიები ტიპური განვითარების დროს. დიახ, ობსესიურ-კომპულსიური აშლობა ზოგადად ბავშვთა ასაკში, ან 18 წლამდე ასაკში ზოგადად მოვიაზრებ, უფრო მეტად მოზარდობის პერიოდში ვითარდება, ანუ პუბერტულ პერიოდში, უფრო 13 წლიდან, 12-13 წლიდან ზემოთ უფრო მეტად არის დამახასიათებელი. თუმცა, როგორც თქვი, ბავშვებშიდაც ხდება, აი 12-დან 6 წლამდეც არის აღწერილი შემთხვევები და ხდება
ვითარდება უფრო კლასიკურ შემთხვევებში ბუნებრივი არის უფრო მეტად გავრცელებული არის სწორედ მოზარდობის პერიოდში ობსესიური კომპულსიური აშლილობა მაგალითი სხვათა შორის ჩვენს აი ძალიან ხშირი არის და ამაზედაც ამაზედაც ისედაც შევჩერდები აუცილებლად ვაპირებდი შეჩერებას რატო იცით აი შინაარსობრივ ძალიან რთული არის დიაგნოსტირება განსაკუთრებით როგორც თქვი ბავშვებში იმიტომ რომ თუნდაც აქ მხოლოდ ის არ არის რომ ვთქვათ გარკვეულ ნაწილს აუტიზმის მქონეთას ვერბალურად არ შეუძლია ამის გამოხატვა ტიპიური განვითარების ბავშვებში და ძალიან ბევრს არ შეუძლია აი ესე კარგად და სწორედ ამიტომ არ არის ხატოვანი ეს ობსესიები აზრების ასე გადმოცემა კონკრეტულად მისი აკვეთებული აზრების ძალიან უჭირთ ხოლმე ბავშვებს და უფრო მეტად ავლენენ კომპულსიურად შინაარსით განსხვავდება ამ მდგომარეობის დროს ზუსტად შინაარსობრივი განსხვავება არის აი მაგალითად მხოლოდ ცალკე მდგომი ობსესიური კომპულსიური აშლილობების დროს ძირითადად არის სექსუალური შინაარსის, არის ძალადობის შინაარსის და აი დაბინძურება არის ძალიან გავრცელებული შინაარსის ობსესიები. მაშინ, როდესაც აუტიზმის დროს ძირითადად არის აი ცნობის აკვიატებული ცნობის მოყვარეობა, რაც ვერ ჩაითვლება ოკას სიმპტომად, ასევე შეხება აკვიატებული და სხვათა შორის რაც ყველაზე უფრო რთული არის და რთულად სამართავი არის, ეს არის აკვიატებული აუტოაგრესია ქცევა, რომელიც ასევე ვერ ჩაითვლება ოკას სიმპტომად. ანუ შინაარსითაც განსხვავდება აკვიატებების შინაარსიც არის ერთ-ერთი დიაგნოსტიკური კრიტერიუმი. რაც შეეხება აი რაც თქვენ თქვით ამ კითხვას რომ ვუპასუხო, აი მაგალითად ძალიან ხშირი არის დაბინძურების შიში ბავშვებში, ან სექსუალური შინაარსის ასევე ძალიან ხშირია და ძალიან ხშირად, იმიტომ რომ ჩვენ კულტურალურად მართლმადიდებელი უმეტესობა ადამიანების არის ხო მართლა და რელიგიური კულტურაც ასევე არის ჩვენში და ძალიან ხშირად ბავშვებს უჩნდებათ ბილწი შინაარსის აზრები რელიგიასთან დაკავშირებით და ძალიან მნიშვნელოვანი არის ხოლმე რომ ამას ანუ მისი მიკროსოციუმი არის მისი ოჯახი ხო თავისთავად ეს ძალიან ხშირად ამგვარი ობსესიები ვითარდება სწორედ რელიგიურ ოჯახებში იმიტომ რომ ეს არის თავსმოხვეული და განსაკუთრებით შფოთვის მომხრელი ბავშვისთვის ეს საინტერესო შემთხვევა იმით არის რომ ეს იწვევს სწორედ კომპულსიის განვითარებას კომპულსიური ქცევის და რიტუალის რომ მუდმივად იწერენ პირჯვარს ცდილობენ ილოცონ რომ აი ეს ცუდი ფიქრები რამენაირად განდევნონ. ასევე ძალიან ხშირია დაბინძურების შიში, როდესაც მოზარდები ხელსაითუ შეგიმჩნევიათ, კარებს მაგალითად აღებენ ფეხით, ცდილობენ ხელი არაფერს მოკიდონ, შემდეგ იბანენ ხელს, იბანენ ხშირად და იბანენ დიდ ხანს და ხელი ცრიცება კიდევაც აი სერიოზულ ჯანმრთელობის პრობლემასაც კი ქმნის ხოლმე ეს. თუმცა სხვათა შორის რაც უფრო მოზარდობის ასაკში, ბავშვებს უჭირთ დამალონ, უფრო მოზარდობის ასაკში ცდილობენ რომ დამალონ კომპულსიები, თავის კომპულსიური ქმედებები და რაღაცნაირად ახერხებენ რომ რაღაცნაირად ცდილობენ ყოველ შემთხვევაში ეს დამალონ და არ იყოს ფართო მასებისთვის გასაგები და ეს სხვათა შორის მაღალ ფუნქციურ აუტიზმის მქონეებშიც ხდება და ასპერგერის სინდრომი რომელიც საერთოდ აღარ არის ამ ნუსხაში, ანუ რაც უფრო ფუნქციურად, ანუ რაც უფრო მაღალი ფუნქციის არის, თუნდაც სპექტრული აშლილობის მქონე პირი, ისინი ცდილობენ რომ ეს დამალონ და არ იყოს შესამჩნევი მათი კომპულსიური ქცევა. ან იცით როგორ ან გახადონ ეს უფრო ისეთი ჩვეულებრივი, ანუ ისეთი ქცევა განახორციელონ, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას არ მიიქცევს. თუმცა ხო და ეს ასე კატეგორიულად არ ხდება აუტიზმის დროს, როდესაც ეს არის განმეორებითი ქცევა და ეს არ არის დაკავშირებული ობსესია კომპულსიასთან. აი შინაარსობრივად, როგორც ვთქვით, ეს არის უფრო ეს შეხება, არის ცნობის მოყვარების ერთი და იგივე ვერბალურ რიტუალებს ხო ვეძახით, რომ ერთი და იგივე შეკითხვა, ან კითხვის ფორმატ შეიძლება არ ქონდეს და უბრალოდ რაღაცა სიტყვების წყობა იყოს, ან დათვლა, ასევე დამახასიათებელი დათვლა, აკვიატებული დათვლა, ასევე დამახასიათებელი არის ძალიან როგორც განმეორებითი ქცევა იმისთვის აუტიზმისთვის, თუმცა დათვლა და გონებაში თვლა როგორც ობსესია, ასევე დამახასიათებელი არის მხოლოდ ტიპიურ განვითარების ადამიანში, მხოლოდ ობსესიური კომპულსიური აშლილობების დროს. მადლობა.
თუ ხმა არის კიდე არის ეხა ისმის მიკროფონი იყო გამოსული კი ესე იგი მე კითხვებს წაგისკითხავთ ალბათ წინ უსწრებთ კითხვებს და თქვენ რა თქმა უნდა ამას გაარჩევთ მაგრამ მაინც რახან შემოვიდა ბარემ დავსვამ კითხვა არის ქავტონა ხდება თუ არა ეს 6 წლამდე და არ არის დაკონკრეტებული გვაქვს თუ არა აუტიზმი თუ ტიპიური განვითარება, ну ვთქვათ, ჩავთვალოთ, რომ იქნება ორივეზე გავცეთ პასუხი თუ არ შეგაწუხებთ და მეორე კითხვა არის სხვადასხვა სიტყვებით გამოცებული, მაგრამ აზრი იგივეა, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რაზეც ალბათ ქალბატონი ანა მოგვახსენებს, როდესაც ხედავს ბავშვის ასეთ ქმედებას. და კიდე არის მერე სექსუალური სახასიათის კითხვა, ალბათ მერე ამას ბოლოს დაგისვამდით. კარგით, ახლა გამოგისმენთ თქვენ ისევ გავაგრძელოთ და დიახ, ვიცით როგორ არის ასე მედიცინაში ზოგადად ასე გადაჭრით თქმა რამის ძალიან რთულია, თუმცა 6 წლამდე ძირითადად არ არის აღწერილი და ალბათ მას შეიძლება მას გქონდეს განმეორებადი ქცევა, რა თქმა უნდა, უფრო ადრეულ ასაკშიც ხდება, მაგრამ ობსესიურ კომპულსიურ აშლილობაზე რო ვილაპარაკოთ, უფრო ალბათ არასწორი იქნება 6 წლამდე. რაც შეეხება როგორ უნდა მოიქცეს მშობელს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა არის, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით აი ძალიან ბევრ საკითხში ინტერვენციას რაც ეხება ხო ჩარევას, ჩვენ ჯერ კიდევ რაღაც გარკვეულ ნაწილში ფეხს ვიდგამთ და გვაქვს რაღაც გარკვეული პრობლემები რეაბილიტაციის ნაწილში, ამის მიუხედავად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ სწორად შეფასდეს მდგომარეობა, ანუ დაისვას დიაგნოზი. მშობელი, როდესაც შეამჩნევს გარკვეულ მშობელს, რომელს შულსაც დიაგნოსტირებული აქვს უკვე აუტიზმი, მან ეს იცის, რაც არის, მის განმეორებით ქცევასაც შეჩვეულია, მაგრამ თუ კი ქცევაში ხედავს ცვლილებას, აუცილებლად და ისედაც სწორი არის ეს, რომ პერიოდულად ხდებოდეს ბავშვის მდგომარეობის, რომელიც გადის ისედაც რეაბილიტაციას და მდგომარეობის შეფასება. პირველი რგოლი, ვინც ამას ხედავს, არის ქცევის თერაპევტი, როდესაც ის ზოგადად ქცევის თერაპევტი აკვირდება ქცევას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქცევას დააკვირდნენ, სწორად შეფასდეს, რაღაცა სიმპტომი დაემატა, რომელიც უცნაურია, ან მისმა ქცევამ სხვა სახე შეიძინა, ან აღმოაჩინა შეიძლება ვერ გააკეთოს სახელდება ბუნებრივი აქციებითმა თერაპევტმა, რომ ეს არის კომპულსია თუ არა, მაგრამ როდესაც მიიჩნევს, რომ ქცევა არის საყურადღებო, აუცილებელი არის, რომ ეს ბავშვი შეფასდეს, თუ მოზარდი არ აქვს მნიშვნელობა, შეფასდეს ფსიქიატრის მიერ. დიაგნოსტიკას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და განმარტავ რატომ. იმიტომ რომ საერთოდ აუტიზმს რომ არ შევეხოთ, ობსესიური კომპულსიური აშლილობა თავისთავად ძალიან ართულებს ბავშვის სიცოცხლის ხარისხს თუ არ მივხედეთ მას, იმიტომ რომ აი ამ თავისი მუდმივი შფოთვის გამო და შფოთვის შემცირებაზე ორიენტაციის გამო ის აკადემიურ მოსწრებაში ჩამორჩება, შესაძლებელია გართულდეს მისი სწავლის პროცესი, სოციალური ჩართულობის პროცესი და ასე შემდეგ. ამიტომ მნიშვნელოვანია. ასევე ხდება ეს აუტიზმის შემთხვევაში და განსაკუთრებით იმიტომაც, რომ აუტიზმის დროს რაც ყველაზე საყურადღებოა, ნებისმიერი ტიპის სიმპტომი, რომელიც შემაწუხებელია, დისკომფორტულია ბავშვისთვის ან მოზარდისთვის, ქმნის შფოთვას. შესაბამისად, ეს მას უშლის რეაბილიტაციის პროცესში ხელს. ამიტომ აუცილებელია, რომ მოხდეს დიაგნოსტირება და შესაბამისად შემდეგ მკურნალობა. ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ამაზეც აუცილებლად გავამახვილებ ყურადღებას. ზოგადად ინტერვენცია, ჩარევა, ასე ვთქვათ, ხორციელდება ორი მიმართულებით. ძირითადი ეს არის მტკიცებულებაზე დაყრდნობით, ჩვენ გვაქვს თერაპია, ქცევით თერაპია, რომელიც გამოიყენება აუტიზმის დროს, ასევე სხვადასხვა ტიპის დამხმარე თერაპიები, იმის მიხედვით თუ კიდევ რა ტიპის სირთულეები გვაქვს. მედიკამენტს რაც შეეხება, მედიკამენტის
მედიკამენტის გამოყენება აუტიზმის დროს ძალიან მკაცრად ჩემ აზრს ვიტყვი ბუნებრივია, რომ უნდა ხდებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, ზოგადად როდესაც ქცევა ირღვევა, საწყისად არ უნდა ხდებოდეს მედიკამენტის გამოყენება, უნდა დავაკვირდეთ ქცევას, ქცევის რატომ ირღვევა ქცევა, აი ეს უნდა შეფასდეს. ამაში მულტიგუნდი მონაწილეობს, აქ ფსიქიატრი მხოლოდ ვერაფერს გახდება ბუნებრივია, ქცევის თერაპევტების ჩართულობით, სენსორული თერაპევტების ჩართულობით ხდება ამის შეფასება და თუ კი ვერ ხდება გასწორება ქცევის და ქცევა იძენს საფრთხე რისკის შემცველი თუ ხდება ქცევა, ამ შემთხვევაში ჩვენ ვერევით მედიკამენტოზურად და სწორედ ამ ნაწილში ძალიან დიდი მნიშვნელობა გვაქვს თუ არა ჩვენ კომორბიდული, ანუ თანაარსებობა ორი მდგომარეობის, ანუ ობსესიური კომპულსიური აუტიზმის თუ მხოლოდ აუტიზმი. იმიტომ რომ ჩარევა არის მკვეთრად განსხვავებული. ერთი მინდა ვთქვა, რომ აი კვლევებით დამტკიცებული კურნალობის გაიდლაინი ჩვენ ამ კომორბიდულ შემთხვევაზე არ გვაქვს, უფრო ჩვენ ვეყრდნობით კურნალობის დროს გამოცდილება, საერთაშორისო გამოცდილებას ბუნებრივია არა მხოლოდ საქართველოს, თუ რომელი პრეპარატი როგორ შედეგს გვაძლევს ამ დროს. და სწორედ ამ კომორბიდული, ანუ თანაარსებობის შემთხვევაში, აუტიზმის და ობსესიურ კომპულსიური აშლილობის გამოიყენება ის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ობსესიურ კომპულსიური აშლილობის დროს, ეს არის ანტიდეპრესანტის გარკვეული ჯგუფი, ფლუოქსეტინი, მოკლედ ეს დასახელებებს არ აქვს მნიშვნელობა, ბუნებრივია ანტიდეპრესანტი. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იცით რატომ? იმიტომ რომ როდესაც ქცევა ირღვევა, პირველი რასაც ვაწყდებით და რასაც ვაკეთებთ ზოგადად, როდესაც რთული ქცევაა, თვითდამაზიანებელი ან სხვების დამაზიანებელი, ძირითადად ანტიფსიქოზურ პრეპარატებს მიმართავთ ხოლმე და როდესაც აი ეს თვითდამაზიანებელი თუნდაც ქცევა განპირობებულია შფოთვის მატებასთან, რასაც თავის მხრივ ობსესიურ კომპულსიური აშლილობის თანაფარდობა იწვევს, ბევრად ეფექტური იქნება თუ კი დავნიშნავთ ანტიდეპრესანტს და შესაძლებელია მას დაჭირდეს ბუნებრივია ნეიროლიტიკი, თუმცა კომბინაცია მუშაობს უკეთ ვიდრე ერთი პრეპარატი. ამიტომ აი ინტერვენციის კურნალობის თვალსაზრისით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ დიაგნოსტიკას, რომ მერე სწორად მოხდეს ჩარევა. რაც შეეხება ფსიქოთერაპიულ მეთოდს, ანუ არამედიკამენტოზურ მეთოდს, აქაც ობსესია კომპულსიის დროს ზოგადად მოწოდებული არის ობსესიურ კომპულსიური აშლილობის დროს მოწოდებული არის CBT თერაპია, კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია და მისი, ანუ ქცევითი თერაპიაც არის CBT ანუ ეს ქცევით თერაპიაც გამოიყენება აუტიზმის დროს. აი ეს ობსესიურ კომპულსიის კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპიის გარკვეული ელემენტები ძალიან მნიშვნელოვანია, ცოტა რთულია მისი გამოყენება აუტიზმის მქონე პირებთან და ჩვენთან ფაქტობრივად არ გამოიყენება ეს, თუმცა აი თერაპიაშიც ხდება აუცილებელი რაღაც გარკვეული ცვლილებების შეტანა, რომელიც გაუმჯობესებს მუშაობას აი ამ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ გვაქვს ორივე მდგომარეობის თანაარსებობა აუტიზმის და ობსესიურ კომპულსიური აშლილობის. მადლობა. ეხლა კიდე ალბათ საინტერესო კითხვები შემოვიდა. გავყვები. ესე იგი, აი მშობელი კითხულობს, რომ 2 წლის განმავლობაში, ეხლა ბავშვი 6 წლის არის და 4 წლიდან ერთა იგივე ქცევა აქვს, ერთა იგივე ქცევა და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ შემთხვევაშიო? ალბათ უნდა მოხდეს შეფასება, როგორც თქვენ ბრძანებთ, ხო, რომ კიდე ერთხელ აუცილებლად უნდა მოხდეს შეფასება და შეფასება უკეთესია თუ მოხდება თუ ბავშვი დადის ცენტრში, ანუ ეს დიაგნოსტირებულ ბავშვია საუბარი, ალბათ თუ არა. აუტიზმის დიაგნოზი. აი ამ ბავშვის მდგომარეობის შეფასება აუცილებლად უნდა მოხდეს ფსიქიატრს და ქცევის თერაპევტის ჩართულობით, იმიტომ რომ აი ეს მისი განმეორებადი ქცევა შფოთვას იწვევს თუ პირიქით ქცევის არ განხორციელება იწვევს შფოთვას. სიამოვნების მომგვრელია თუ არა, აი ეს ინფორმაცია უნდა შეგროვდეს აუცილებლად ქცევის თერაპევტისგან და უნდა გაანალიზდეს შემდეგ ფსიქიატრთან და აუცილებლად საყურადღება მისაქცევი აუცილებლად ეს. და აი ხო, დაბალი ასაკია თავისთავად, მაგრამ როგორც თქვი, ეს მედიცინაში ასე ყველაფერს 2-2 არ არის 4 და ამიტომ შესაძლებელია რაღაც გარკვეულ პრობლემასთან მქონდეს საქმე ამ კუთხითაც, ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა შეიძლება ასე იყოს და ამ შემთხვევაში ჩვენც როგორც ფსიქიატრები ვენდობით ქცევის თერაპევტსაც ან ერთობლივად ვაკეთებთ
შეფასებას ასეთი მდგომარეობის. უნდა შეფასდეს ცალსახად, უნდა შეფასდეს რა არის ეს ქცევა, ანუ კონკრეტულად რა არის და რისი მომტანი. კარგით, მადლობა. ცოტა დიდი კითხვა არის. ეხლა ნახეთ, თუ შეიძლება გაგვიმარტოთ, როგორ ხდება დიფერენცირება კონკრეტულ შემთხვევაში კომპულსია აუტისტური სპექტრის სიმპტომია, უბრალოდ თუ შესაძლოა რომ აუტიზმთან ერთად კომორბიდული ოკაც იყოს. მაგალითად, აუტიზმი ხშირად ახასიათებს სიმეტრიის, თლიანობის, რიგითობის დაცვის აკვიატებული მოთხოვნილება. როდის უნდა ჩავთვალოთ საჭიროდ, რომ ოკას დიაგნოსტირებაც გავაკეთოთ. დიახ, ნახეთ, ოკას დიაგნოსტირების ჩატარება არ არის ხოლმე პრობლემა, თუ კი, მაგრამ აი ზუსტად ის ქმნის პრობლემას, რომ გააჩნია აუტიზმის მქონე რა მდგომარეობაში არის, როგორ ფუნქციურ მდგომარეობაშია. აი ზუსტად შინაარსებზე, რეალურად ჩვენ ვისაუბრეთ, რომ შინაარსებზე აქვს მნიშვნელობა. აი სიმეტრია, რაც ჩამოთვალეთ, აი ამგვარი განმეორება, ეს ახასიათებს ზუსტად აუტიზმს და ნაკლებად ახასიათებს ობსესიურ კომპულსიურ აშლობას. თუმცა ასე ერთი მხოლოდ ამ ნიშნით, რომ თქვათ შინაარსი რაღაცნაირად მოცემულობით გვაქვს, რომ ეს გარკვეული შინაარსები არის აუტიზმში და ეს არის კომორბიდში, ასე თქვა მაინც საკმარისი არ არის და კონკრეტულად ინდივიდუალურ შემთხვევაში უნდა შეფასდეს, თუმცა აი ამგვარი შინაარსი, რაც თქვენ ბრძანეთ, უფრო მეტად ზუსტად აუტიზმისთვის არის დამახასიათებელი. მადლობთ და ესეთი კითხვა აქ არ დაწერილა, მაგრამ დღეს ვარჩევდით, ხომ არ გვეტყვით, რომ ოკას დიაგნოსტირება რას მოიცავს, კაპიტან ანა, ეს არის ტესტებით, დაკვირვებით, პაციენტზე რამდენიმე დღის შეფასება თუ აი როგორ ხდება დიაგნოზის დასმა, რო გითხრათ. ობსესიურ კომპულსიური აშლობის დიაგნოზის დასმა ბუნებრივია ხდება პირველი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენს შემთხვევაში, ფსიქიატრის შემთხვევაში ზოგადად, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს ფაქტობრივად ისეთი ინსტრუმენტები, რომლებიც ვთქვათ რაღაც ფონდოსკოპს ვერ დავადებთ და აპარატში ვერ გავზომავთ რაღაცებს, ამიტომ ანამნეზი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანამნეზს ვიღებთ მშობლისგან, ანუ პირისგან, რომელიც ხშირ მუდმივ თუ არა ხშირ კონტაქტშია თავისთავად ბავშვთან და ძალიან მნიშვნელოვანი არის ქცევითი თერაპიის მოსაზრების მოსმენა, რას ფიქრობს ქცევასთან დაკავშირებით ის, ვინც მუშაობს, თუ კი ბავშვთან ხდება მუშაობა. გარდა ამისა, არსებობს ელ ბრაუნის სკალა ობსესიური კომპულსიური აშლობებისთვის, ამით ხდება შეფასება, დიაგნოსტიკური კრიტერიუმები არსებობს ობსესიური კომპულსიური აშლობებისთვის და ამითაც, ანუ ზოგადი საერთო ანალიზით ხდება შეფასება. მე მაინც მგონია, რადგან ზოგადად კომორბიდებზე საუბარი ძალიან ახალია ფსიქიატრიაში, ახალს ახლა ბოლო 1-2 წელს არ გусმარ, ზოგადად ახალია, იმიტომ რომ აი ეს მიდგომა შესაძლებელია ზუსტად ეს თანაარსებობდეს, განა ყველაფერი ერთ ნოზოლოგიაში ჩავწეროთ, არამედ თანაარსებობდეს ორი დამოუკიდებელი მდგომარეობა, ეს მაინც სიახლეა ჩვენთვის და ამიტომ ჩვენთვის და ზოგადად ფსიქიატრიული საზოგადოებისთვის და ამიტომ ხდება თანდათანობით დამუშავება აი ამ თუნდაც საკვლევი თუ ინტერვენციული გაიდლაინებისა, მაგრამ ობსესიურ კომპულსიურ აშლობის დიაგნოსტიკის კრიტერიუმები არსებობს თავისთავად, თავისი ასაკობრივი მაჩვენებლების გათვალისწინებით და არსებობს სკალები, ასევე რომელთაც ასევე ვიგულებთ. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მნიშვნელობა ანამნეზს აქვს, ბუნებრივია და ქცევის თერაპევტის კონსულტაციას, როგორ ქვიან, მის ჩართულობას ყოველ შემთხვევაში. შემდეგ კითხვას დაგისვამთ და თქვენ აღარ გაცალეთ, მაგრამ ალბათ ესეც უკვე ნელ-ნელა თქვენი ეს პასუხების მონათხრობია ჩვენთვის. მედიკამენტოზური მკურნალობა აჩერებს თუ არა განმეორებულ ქცევას? მშობელს აინტერესებს. მედიკამენტოზური მკურნალობა, იცით როგორ არის, მედიკამენტოზური მკურნალობა მიმართულია იქით, რატომ ხდება, რატომ ვითარდება კომპულსია, ხო? კომპულსია ვითარდება იმის გამო, რომ მან ობსესიურ კომპულსიურ აშლობებზე ვსაუბრობთ, ხო? თუ მან არ გააკეთა, არ შეასრულა ეს დაუოკებელი სურვილი შეასრულოს ეს ქცევა და თუ მან ეს ქცევა არ შეასრულა, მას აქვს შფოთვა. შესაბამისად, ჩვენ როდესაც შფოთვას მოვხსნით და მედიკამენტი რეალურად ჩვენ ამისთვის გვჭირდება, შფოთვის მოხსნა აღარ დააყენებს საჭიროებას იმის, რომ მან აწარმოოს
განმეორებადი ქცევა და აქედან გამომდინარე მოხდება ქცევის ჩაქრობა თანდათანობით. ანუ მიზანი უშუალოდ მკურნალობა მიმართული იმაზე კი არა, რომ ქცევა მოხსნათ, ანუ იმაზე რომ ჩვენ მოხსნათ შფოთვა, რომელიც იწვევს ამგვარ ქცევას და შესაბამისად ეს გამოიწვევს ქცევის ჩაქრობას და საბოლოო ჯამში ის აღარ გვექნება. შედეგები ნამდვილად არსებობს და სხვათა შორის აუტიზმის შემთხვევაშიც არსებობს ძალიან კარგი შედეგები, როდესაც ჩვენ მედიკამენტოზური მკურნალობა გვიმცირებს შფოთვას და შესაბამისად გვიწესრიგებს არეულ ქცევას. და ხომ არ არის ისე ხომ არ ხდება, რომ მედიკამენტის გარკვეული პერიოდის მოხსნის შემდგომ კვლავ იწყება. თუ ეს შეიძლება ვთქვათ, რომ როდისმე შეიძლება 100%-იანი არაფერი არ აქვს მედიცინაში, მაგრამ აი დიდი პროცენტობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მედიკამენტი ჩაახშობს საბოლოოდ ამ ქცევას. თუ ამის საშუალება შეიძლება დარჩეს, როდესაც მედიკამენტი მოიხსნება. ნუ გარკვეული თვეების, თქვა წლის მერე. მე ამ კითხვაზე პასუხს დავიწყებ იმით, რომ ობსესიური კომპულსიური აშლობების დროს, როდესაც ჩვენ გვაქვს ცალკე მდგომი ეს ნოზოლოგია, ობსესიური კომპულსიური აშლობა, რა ხდება მაშინ? ჩვენ საუბრობთ ხოლმე, რომ ნახეთ როგორ არის, როდესაც მოზარდობის ასაკში ეს იწყება, შემდეგ ეს დასრულებსაც უგრძელდებათ ფაქტობრივად და შესაძლებელია ობსესიებმა იცვალონ სახე, შინაარსი, ერთი ობსესია გადავიცემთ, საბოლოო ჯამში ჩვენი მიზანი ხდება ის, რომ ანუ ჩვენ როგორც ვთქვით, ობსესია ეს არის აზრი, რომელიც ადამიანს აწუხებს, კომპულსია ეს არის ამ აზრით გამოწვეული შფოთვის შედეგად გამრავლებული ქცევა და ჩვენ ადამიანებს თერაპიით, CBT თერაპია, ან კოგნიტიურ-ბიჰევიორალური თერაპია არის მოწოდებული დასრულებშიც და მოზარდებშიც, მხოლოდ ოკას შემთხვევაში და ჩვენ რეალურად ესეც დასწავლის თერაპია, ხო? და ჩვენ რეალურად ადამიანს ვასწავლოთ, როგორ მართონ ეს თავის ობსესიები და შესაბამისად კომპულსიები. აი ეს მართვის პროცესის სწავლება ბუნებრივია გართულებულია აუტიზმის შემთხვევაში, ყველა შემთხვევაში არა, მაგრამ აი ესეც ისე ვიქმნივდივართ, რომ როგორი ფუნქციის არის ბავშვი, ამის მიხედვით შესაძლებელი იყოს უფრო რთული ან უფრო მარტივი და შფოთვა იმის თქმა, რომ ჩვენ თქვა ერთხელ ვუმკურნალებ და ეს სულად აღმოიფხვრება, ალბათ ძალიან რთულია, ისე კი ამას დაკვირვება და წლები ჭირდება, რომ ჩვენ ამას დავაკვირდეთ, იმიტომ რომ ამ ხრივაც არ გვაქვს დიდი გამოცდილება იქიდან გამომდინარე, რომ ეს ყველაფერი მაინც საქართველოში დიაგნოსტიკიდან მოყოლებული ჯერ ძალიან დიდი დროც არ არის გასული, თუმცა მედიკამენტის მოხსნა ალბათ რაღაცა ძალიან გარკვეული დროის განმავლობაში ალბათ სწორი არ იქნება, იმიტომ რომ რა თქმა უნდა შფოთვის დაბრუნება გამოიწვევს სხვაგვარი, ოღონდ ის ჩამქრალი ქცევა კი არ აღდგება, სხვაგვარი ტიპის კომპულსიური ქცევა შესაძლებელია რომ გამვითარდეს. გაენაცვლოს, ხო? კარგით, იცით რა, ბავშვთა ონანიზმი და ორი კითხვა არის, მასტურბაცია და ონანიზმი ბავშვთა. შეიძლება თუ არა ჩაითვალოს, აი ვთქვათ, ოკას სიმპტომად, თუ რატომ ხდება, ვთქვათ, ესე იგი, სქესობრივ მომწიფებამდე ეს ფენომენი და ძალიან ხშირად გვაქვს ხოლმე, ეს ალბათ ცოტა განსხვავებული არის ჩვენი თემისგან, მაგრამ თქვენ როგორც სპეციალისტი ალბათ გვიპასუხებთ ამ თემაზე. ეს ასაკამდე დიახ რატო ხდება ეს გახშირებული ონანიზმი ვთქვათ, რომელიც ფიზიოლოგიურ ფარგლებს შორდება და ნუ ვთქვათ ესე იგი 8 წლის 9 წლის ასაკის ბავშვში მასტურბაცია. ესეც ანუ იცით როგორ ეს ნამდვილად ცდება ჩვენს თემას, იმიტომ რომ ასე ეს სიმპტომი ასე ცალსახად ვერაფრით ვერ ჩაითვლება კომპულსიურ ქცევად. კომპულსიურ ქცევად, თუმცა შესაძლებელი არის და უფრო მოზრდილი. აი, როდესაც ეს რომ იყოს პუბერტულ ასაკში, შესაძლებელია მაშინ კიდევ ვივარაუდოთ, რომ ეს შესაძლებელია იყოს ზუსტად რაღაც გარკვეულ აზრებთან დაკავშირებული, ანუ ობსესიებთან დაკავშირებული კომპულსიური ქცევა. აი, ამ ასეთ მცირე ასაკში ძირითადად ეს ალბათ უფრო არ ჩაითვლება კომპულსიურ ქცევად, თუმცა დასწავლილი ქცევა ეს უფრო ალბათ სხვა თემა, ამ თემის ნაწილი არ არის. ეს
ეს იქნება აუტიზმი თუ აუტიზმის მიღმაც არსებობს ბუნებრივია და ზოგ ტიპური განვითარების ბავშვებშიც ეს პრობლემები ჩვენ გვხვდება შესაძლებელია ეს რაღაცა სხვადი ანუ ეს შესაძლებელია იყოს რაღაცა გამტკიცებული ქცევა იქ რაღაც ქცევა რომელმაც გამოიწვია რაღაც ტიპის სიამოვნება და შემდეგ გამტკიცდა ეს ქცევა მაგრამ ეს კომპულსიურ ქცევად ამ ასაკში დიდი ალბათობით ვერ ჩაითვლება. თუმცა ყველა ინდივიდუალური შემთხვევა მაინც გასარკვევია სათითაო და განსახილველია, მაგრამ ასე ცალსახად ეს ნამდვილად ვერ ჩაითვლება კომპულსიურ ქცევად. კარგით, ბოლო კითხვას დაგისვამთ, ჯერჯერობით არ შემოსულა და თქვენ საშუალება გექნებათ, რომ დაამთავროთ თქვენი საკითხი. თქვენს მიერ ჩამოთვლილი თერაპიებთან ერთად ალბათ სასურველია სენსორული თერაპია და ეს ალბათ დადებითად უნდა უპასუხოთ, იმიტომ რომ თუ არის სენსორული საჭიროება რა თქმა უნდა, აუცილებელი არის, როდესაც არის სენსორული საჭიროება და თვითონ შინაარსიც კი, როდესაც შინაარსი არის ხოლმე დაკავშირებული, აი შინაარსობრივად დაკავშირებული არის სენსორულ პრობლემთან, სენსორული ის რაც შფოთვას შეგვიმცირებს, აბსოლუტურად ყველა ტიპის თერაპია არის მისაღები კი არა აუცილებელი და დიახ, ამას ადგენს ქცევით თერაპია, ერთად შეიძლება მულტიფუნქციურად შეფასდეს თუ თერაპიები ჭირდება ზოგადად და დიდწილად დიახ ქცევით თერაპევტი გადაწყვეტს რა ტიპის ჩარევები უნდა განახორციელოს. რა თქმა უნდა ძალიან კარგია თუ მას აქვს სენსორული დეზინტეგრაციის ნიშნები. მადლობა თქვენ თუ გსურთ კიდევ რომ დაამატოთ თქვენ საკითხს მოგისმენდით ან რამე ისეთი კითხვა რაც თქვენ თვლით რომ უნდა გადავცეთ მშობლებს გავდონო ანა. მე მგონი ვისაუბრე ყველაფერზე, იმიტომ რომ ბოლოს უკვე მკურნალობის ტაქტიკაზეც ვისაუბრე. მე მინდა უბრალოდ რომ დავაზუსტო ერთი რამ. ობსესიურ კომპულსიური აშლილობა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად მულტიკუნტური მიდგომა ეს არის ყველაზე უფრო თანამედროვე და კარგი და სასურველი მიდგომა, როდესაც ვეხებით დიაგნოსტიკას და მკურნალობის დაგეგმვას, მაგრამ ერთი რამ მინდა ძალიან კონკრეტულად ვთქვათ, რომ ის რგოლი, სადაც ხდება ბავშვი პირველად, ეს იქნება ოჯახის ექიმი, პედიატრი თუ ნევროლოგი, ამის ეს ყველაფერი გასაგებია აბსოლუტურად შესაძლებელია სიმპტომს ყურადღება მიაქციოს ნებისმიერმა ექიმმა, რომელსაც შესაბამისი ცოდნა გააჩნია, თუმცა აი ეს კომორბიდული შემთხვევა, ანუ ობსესიურ კომპულსიური აშლილობის თანაარსებობა აუცილებლად უნდა დიაგნოზი უნდა დასვას აუცილებლად ფსიქიატრმა, უნდა შეფასდეს ფსიქიატრის მიერ და მკურნალობაც უნდა დაიგეგმოს აუცილებლად ფსიქიატრის მიერ. მიუხედავად იმისა, როგორც მე ვთქვი, რომ ასეთი გაიდლაინი კომორბიდული შემთხვევის გაიდლაინი თქვათ მართვის გაიდლაინის შანსი, ანუ ესე გასაგებად რომ ვთქვა, ანუ მართვის მკურნალობა როგორ უნდა წარიმართოს ეს რაღაც დამტკიცებული ჯერჯერობით ასე არ გვაქვს, თუმცა როგორც ვთქვი, გამოცდილებას დაყნობით ჩვენ გვაქვს გარკვეული კომბინაციები პრეპარატის, რაც გამოიყენება. ერთი მინდა ვთქვა, რომ მათ შორის, როდესაც არის ძლიერი შფოთვა და შესაძლებელია ეს არ იყოს ობსესიურ კომპულსიური აშლილობა და იყოს მხოლოდ აუტიზმი და აუტიზმის დროს თვითდამაზიანებელი თუნდაც მათ შორის ქცევა განმეორებადი. ასეთ დროსაც, მიუხედავად იმისა, არ არის ობსესია კომპულსია, მუშაობს პრეპარატები, რომლებიც ძალიან კარგად მუშაობენ ოკას დროს, ამიტომ აუცილებელია ვიზიტი ფსიქიატრმა გადაწყვიტოს სიფართე ჩარევის მედიკამენტოზური და სწორად და შერჩევით მოხდეს პრეპარატის დანიშნა. თუმცა ესეც ძალიან ინდივიდუალურია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ბავშვი ლაბილურია მედიკამენტის მიმართ. ეს იქნება ტიპური განვითარების თუ აუტიზმის მქონე. ამ მხრივ ძალიან დიდი განსხვავება არ არის, ანუ მედიკამენტის ლაბილობა ზოგადად გვხვდება ბავშვებში. ამიტომ ეს საკითხი მკურნალობის და მათ შორის ფსიქოთერაპიული მკურნალობის საკითხსაც ფსიქიატრი, ანუ ექიმი წყვეტს გუნდთან ერთად, ქცევით თერაპევტთან ერთად. მადლობა. იცით რაღაცა ეთყობა ჩვენი კოლეგა გვიყურებს ალბათ და რაღაც ეთიკური საკითხზე საუბრობს. წაგიკითხავთ ეხლა თუ შეიძლება ცოტა
ესეთი გრძელი კითხვა დაგვისვეს. თუ კი კომპულსიის დარღვევას და აუსრულებლობას მოსდევს ძალიან ძლიერი შფოთვა, ტანტრუმი და ასე შემდეგ და შფოთვა არ იკლებს. სანამ კომპულსია დაყოფილებულად არ იქნება, რამდენად სწორია, რომ მხოლოდ ქცევითი თერაპიით ვიმუშაოთ კომპულსიებზე და არ მოხდეს მედიკამენტოზური ჩარევა. თუ კი ვხედავთ, რომ დინამიკაში კომპულსიების ინტენსივობა მნიშვნელოვნად არ უმჯობესდება, საკითხავი ეს არის, ეთიკურია საერთოდ ეს რო გავაკეთოთო? უნდა დაუშალოთ განმეორებადი ქცევა თუ დაველოდოთ სანამ დაასრულებს რიტუალს. ესეც მიწერილი. დიახ, იცით როგორ არის, აი მე ვისაუბრე ამაზეც და უფრო კონკრეტულად ახლა ვიტყვი. ჩვენ რისკი აუცილებლად მთავარი ფსიქიატრიაში ზოგადად არ აქვს მნიშვნელობა, რასთან გვაქვს საქმე, რომ ნოზოლოგიასთან მნიშვნელოვანი არის, რომ შეფასდეს რისკი. მე ფსიქიატრაზე ვსაუბრობ, ალბათ ზოგადად მედიცინაშიც ასეა, ხო? მნიშვნელოვანია შეფასდეს რისკი, ანუ რამდენად ქცევა მისი დამაზიანებელი სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის მისი ასხვისი იქნება დამაზიანებელი. ჩვენ მედიკამენტის გამოყენება აუცილებლად, თუ კი მისი თვითდამაზიანებელი ქცევა არ აქვს მნიშვნელობა, თუ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და ვთქვათ ქცევის თერაპევტი გვასწრებს ინფორმაციას, ანუ ვიცით წინაპირობა ქცევის, ხო? ჩვენ ხო ვიცით, რომ თუ კი ჩვენ ვიცით წინაპირობა ქცევის, მაშინ ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ და საბოლოო ჯამში რაღაც შედეგზე გავალთ, მაგრამ ამ ცოდნის მიუხედავად, თუ კი რისკის შემცველია ქცევა, რა თქმა უნდა, ჩვენ მედიკამენტოზურად უნდა ჩავერიოთ. ეს არ არის შეიძლება ძალიან მომხიბვლელი მშობლისთვის, თუ არ ვიცი როგორც, ანუ მედიკამენტი, რა თქმა უნდა, ჯობია რომ მედიკამენტის გარეშეც ვიყოთ ძალიან კარგად, მაგრამ არსებობს შემთხვევები, როდესაც აუცილებელია მედიკამენტოზური მკურნალობა და აი ეს რისკის შემცველი ქცევა, რომელიც არის მისი სიცოცხლის და ჯანმრთელობისთან სხვებისთვის, ეს კითხვის ნიშანსაც არ უნდა აჩენდეს, ბუნებრივია ჩვენ უნდა მედიკამენტოზურად ჩავერიოთ, მაგრამ კიდევ მხოლოდ ამიტომ არა, გარდა ამისა, ნებისმიერ სხვა შემთხვევებშიც, აი ტიპიურ შემთხვევებშიც, ჩვეულებრივ ოკას შემთხვევებშიც პირველი არჩევის თერაპია ზოგადად რაც სტარდება, ეს არის კოგნიტიურ-ბიჰევიორალური თერაპია. თავიდანვე ჩვენ მედიკამენტურ მკურნალობას არ ვიწყებთ, მაგრამ ძალიან ხშირად მედიკამენტის სწორად იმისთვის გვჭირდება, რომ შფოთვის დონე ისე დავწიოთ, რომ თერაპევტმა შეძლოს მუშაობა. იგივე ხდება ბუნებრივი აუტიზმის შემთხვევაშიც. თუ მიუხედავად იმისა, რომ მან იცის ქცევის წინაპირობა, თუ კი ძალიან მაღალია შფოთვის დონე, მას ძალიან გაუჭირდება მუშაობა და რა თქმა უნდა მედიკამენტოზურად ჩავერიოთ და დავწიოთ ბავშვის შფოთვის დონე იმდენად, რომ თერაპევტმა შეძლოს მუშაობა. აი ესეც შეთანხმებულად უნდა მოხდეს. ანუ სად შეუძლია ისე აწევა შეუძლია თერაპევტს და სად ჭირდება მას მედიკამენტოზური დახმარება, იმიტომ რომ ასე არც დემონიზაცია არ შეიძლება, რა თქმა უნდა, მედიკამენტოზური თერაპიის და არც ბოროტად გამოყენება არ შეიძლება. ამიტომ არის სწორედ ექიმის გადასაწყვეტი ეს, რომ ექიმას სწორად უნდა დანიშნოს მკურნალობა და ამისთვის მას ჭირდება ეს მულტიკულტური შეფასება ბავშვის მდგომარეობის. და ხმა არ არის. ეხა ისმის. რატო ხდება მაპატიეთ? უნდა დაუშალოთ განმეორებითი ქცევა თუ დაველოდოთ სანამ დაასრულებს რიტუალს. გააჩნია როგორი არის ეს ქცევა და ამაზედაც ცალსახად ფსიქიატრი ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, ამაზე იღებს გადაწყვეტილებას ის, ვინც მუშაობს ქცევაზე, ანუ ქცევის თერაპევტი. მაგრამ ქცევა, რომელსაც ის თვითდაზიანებამდე მიყავს, ბუნებრივია მას, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა შევასრულებინა. თუმცა, აი რამდენად შეუძლია, რომ დაასრულოს, აი ამ ნაწილში ქცევის თერაპიას აქვს გადამწყვეტი ქცევით თერაპევტი იღებს ამ გადაწყვეტილებას. აბსოლუტურად მისი გადასაწყვეტია ეს. კარგით. და მე მგონი ძალიან ვარ დაგღალოთ, ბოლო კითხვა არის, ძალიან გთხოვთ რომ გაგვიმარტოთ CBT თერაპიის აზრი, რა ტიპის არის, რა განმარტება არის და რო გითხრათ ესა როგორ
გამოიყენება ესა, რა დროს იწყება ამ სიბითი თერაპიის გამოყენება და დიდი მადლობა ამ საინტერესო თემისთვისო ესა კითხვის ავტორი გწერთ. მადლობა. კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია ეს არის თერაპია, რომელიც ორიენტირებულია, ესე რომ დავშალოთ ძალიან გასაგები ენაზე რომ ვთქვათ, ეს არის აზრები, ჩვენ აზრებს ზემოქმედებით შევცვალოთ ადამიანის ქცევა. ითვლება რომ ჩვენ გვაქვს გარკვეულად ირაციონალური აზრები, რომლებიც განაპირობებენ ჩვენ არასწორ ქცევას და თუ ჩვენ ვიმოქმედებთ და შევცვლით ჩვენს ირაციონალურ აზრებს, მაშინ ჩვენი ქცევაც შეიცვლება. ეს არის ფილოსოფია კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპიის და ეს ძალიან კარგად მუშაობს და აპრობირებული არის ბუნებრივი ამის მუშაობა ობსესიურ-კომპულსიური აშლილობების დროს და ძალიან კარგად მუშაობს თავისთავად, რადგან კოგნიტურ სფეროზე მუშაობს, ამიტომ როდესაც არის ინტელექტი მაღალი. თუმცა კოგნიტურ-ბიჰევიორალური ქცევის ელემენტები და თვითონ ეს ადაპტირებული ამისი ფორმა გამოიყენება ძალიან კარგად იმ პირებშიც, რომელშიც უფრო დაბალი არის კოგნიტური შესაძლებლობები, ოღონდ ინდივიდუალურად, ზუსტად ინდივიდუალური გეგმის მიხედვით ხდება მუშაობა ყველა ჯგუფთან, რომელთანაც ჩვენ გვჭირდება ამ თერაპიის გამოყენება. და სხვათა შორის ძალიან ჩვენთან ეს საქართველოში ეს არ გამოიყენება აუტიზმის სპექტრის შემთხვევებში, თუმცა ბუნებრივია აღწერილია ლიტერატურა, სადაც ეს გამოიყენება და გამოიყენება ძალიან კარგად. ბუნებრივია ეს მეთოდი ვერ იქნება მასობრივად ყველასთვის გამოყენებადი, მაგრამ არსებობს გარკვეული ჯგუფი განვითარების დარღვევების მქონე პირებისა, რომელზედაც ეს თერაპია მუშაობს ძალიან კარგად და იძლევა კარგ შედეგებს. ეს არის ფაქტობრივად ჩვენი აზროვნების პროდუქტის შეცვლის საშუალებით ქცევის შეცვლა. ეს არის მეთოდის შინაარსი. გასაგები, დიახ. და ბოლო კითხვა, ესე იგი, რამდენად ხელმისაწვდომია მედიკამენტები და შემოდის თუ არა თანამედროვე მედიკამენტები, ხომ არ არის, თქვათ, არის საშიშროება მშობლისგან კითხვა იქნა დასმული, ხომ არ არის იმის საშიშროება, რომ ეგრეთ წოდებული მოძველებული მედიკამენტები, რომლებიც, ასე თუ ისე, ნაკლებად მუშაობს ამ ქცევებზე. მოგახსენებთ, არ არის ესე, იმიტომ რომ ის მედიკამენტები, რომლებიც მოწოდებულია ამგვარი მდგომარეობების სამართავად, ჩვენს ქვეყანაში შემოდის ძალიან მაღალი ხარისხის ნამდვილად, როგორც ანტიდეპრესანტების ჯგუფის პრეპარატები, რასაც გამოვიყენებთ, ასევე ნეიროლეპტიკები შემოდის ჩვენ ქვეყანაში ნამდვილად და ამ მხრივ პრობლემები არ იქნება. თან ხარისხიანი შემოდის ნამდვილად, ეს კონკრეტულ ამ ჯგუფზე ნამდვილად ვერ ვიტყვით ვერაფერს ვარყოფით. ძალიან კარგია. უღმესი მადლობა კაპიტანა, მართლაც საინტერესო მოწვევისთვის. ესე იგი, მართლაც საინტერესო თემა გაშუქდა და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. დასასრულს მინდა გითხრათ ძვირფასო მსმენელებო, რომ ეს ლაივის ჩანაწერი ინახება, დაინტერესებულ პირებს ყოველთვის შეგიძლიათ რომ ნახოთ გემშვიდობებით და შემომავალ შეხვედრამდე.